Hi. ეს გახლავთ მარიკოს კაბა, რომელიც უნდა ჩაიცვას ღია გაკვეთილზე, ხოლო შიგნიდან ჟილეტი და თეთრი ულამაზესი მოსასხამი. გაუმზადე, დიდი მზადება გვაქვს, ძალიან მოწონს კაბაც, აი ყველაფერი, თეთრი კოლგოტი რა თქმა უნდა, როგორც იქნა ვიშოვე. აი ნახეთ მოსასხამი შიგნიდან ულამაზესი, გარედან ბეწვი, ხო, აი ეს მოსასხამი. ძალიან მოწონს. თხელია, არ არის შემაწუხებელი, აი ამ სეზონზე ჩასაცმელია, ის კი არა და შემოკვე დასხეს კიდეც. თეთრია და ისე უხდება, რომ დედაიკო. ეს ავისხით, ასე ასხმის გარეშე, რა თქმა უნდა, ჩვენ არსად არ დავდივართ. ხო, არ ვიცი, ამას დავუტოვებთ მე ჟილეტს ჩავაცმევთ არც ერთს, მაგრამ ესე აიცვას ახლა სანამ ბაღამდე მივალთ და ის მოსასხამიც. ჯერჯერობით ამას ვამბობდი მოკლედ ვიდეოში. ამას გეუბნებოდით. ესე გაშლილი აქვს თმები და წავედით. კი, რა თქმა უნდა. ჯიბები ჩაიწყეთ ხელებიდე. ჩანთაში მედო სათვალე. აბა გამოიცანით დევს. მომიწევს დღეს რამდენით სიარული. ღია გაკვეთილი აქვს, როგორც იცით, მარიკოს. ხო და მივდივართ, ვნახოთ როგორ ჩაივლის. ძალიან ბევრი ვესაუბრე, აი ძალიან ბევრი. მეც მამამისმაც ტირილთან დაკავშირებით. ნახოთ დღეს რა სიზავს. იმედი მაქვს, მე ყველაზე იმედი მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს კი არა და მინდა. არ ვიცი რა სიზავს. შე შემთხვევაში ძირითადად ბავშვები რომლებიც ტირიან, ხო მე სულ ტირიან და ტირიან ნებისმიერ ზეიმზე ასია ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ნახოთ რა იქნება. კი, ყველა მობრუნდიდე. წადი საყვარელო, მიდი. თმა არ დაშლია. წადი საყვარელო, ჩქარა კარიშია. ცხელა? წადი. ჩქარა გაიქეცი გვეჩქარება და ეგრე. ჯერჯერში რაფერი იყო? ყოჩა. დია. ყველაზე დიდი რომელია? აი, ყოჩა, რაფერია ეს? საფიროსვე, კარგი გოგო, ნახეთ ძალიან. ყველაზე დიდი. წვანე, კარგია. თეთრი. ყველაზე დიდი არჩია, ყველაზე დიდი. ლურჯი. ძალიან კარგი გოგონა. ეხლა ცოტა სუპერმარკეტ ნატურალში დავათვალოთ რა იგი აქვთ. ზუსტად ხარ. მოდით. რატომ მიყვარს ეს მაღაზია? ჩაწიკწიკებული ყველაფერი. საყვარელო სივრცე. როგორ მოწესრიგებული და სუფთა ყველაფერი. მიყიდო ჩემებს. და საკმაოდ დაბალი ფასია, 5.35 არის. უყვართ თან. ესეც სულაც არ არის ბევრი ამ ხელებს. ესენი კი არ დამინახავს აქ რა არის. ოჰო, ჩემი საყვარელი სივრცე კიდევ ერთ-ერთი. ესენი მიყვარს ძალიან. ხوار მოვიდა დრო. ძალიან ლამაზებია, სხვათა შორის მინდა ალღონიში. მიყვარს.
ტორტებისთვის უკვე ვიცი, სადაც უნდა მოვიდე. დავტესტოთ ერთ დღეს. ხეთ როგორ ლამაზთებში ვიპოვე. მე ვარ. თუმცა სიყვარელი. ხوار ვიყიდოთ სასალათით. სხვადასხვა მე ესეთი რაღაცები მომწონს ყავისთვის და იმისთვის. არა მეთიდები მაქვს ხო იცით. ცოტა და ამის ნერვის ხარია. ზომა პატარა. ესეთი პატარა ტაფაც მინდა ისე. ნატოის თავი არ დაგავიწყდეს ნატო. ეს დანები აი აქ ერჭობა და მიფუჭებს სამზარეულოს რამე სხვა გვინდა. მახო ამისი ესეც ხوار წავიღო ბარემ. დიდი მინდა. დიდი მინდა კიდე. სასალათით მე ესეთიც მეყვება. მოდი სანამ იმათ ვიყიდი, მაგრამ ის მინდა ბარემ ვიყიდო, ხوار გავიარო და მოვძებნო, მაგრამ აქეთ არ არის ეგ მაღაზია. ბარემ ნაბური მინდოდა მეყიდა. სუნიანისთვის აბსოლუტურად საკმარისი ჯამია და თან მომწონს. ის ნახატებიანი აღარ მომწონს და უნდა გავუყენო გზას. მოღნახე ვარი. ორი. მოდი ვსინჯოთ და წავიღოთ. ასეთი სისუფთავე ხალხო, ასეთი მოწესრიგებულობა, ასეთი აი არ ვიცი, გაუგნებს და ყველა მაქვს ჩამოვარდნილი. ეხლა მე ნატურალი ყოველთვის მომწონდა. მაგრამ აი სტრიალებს, ბრდღუიალებს ყველაფერი და აი პროდუქციაც რო შეხედავთ, ყველაფერი ისია განაწილებული, რომ ბევრი ძებნა არ ჭირდება და მაგასთან ერთად ძალიან მოწესრიგებულად ალაგია და ზედახურა არ არის. და აი რო შედიხარ, ესეთი გარემო არა, რომ კიდევ გინდა შეხვიდე. ხო, ბევრ რაღაცაზე ცოტა ძვირია ფასები. მაგრამ სამაგიეროდ ვერად უკეთესი გარემო. მოდით არიანებიდან მაღლა მაღაზიაში. ახლა რისთვის შეგკრიბეთ? როგორ ხართ? მოიცით. რა იყო? დაიწყო ისე, აი ამის ნერვი მაქვს ახლა მე. დაიცეთ ეკრანი გავწმინდო რა ბურურში ხართ. აჰა, ავეწყეთ. მოკლედ, დღეს იყო ჩემი გოგოს ღია გაკვეთილი. ესე იგი, დავიღვარე სრემლად, დავიღვარე აი ყველაფრით დავიღვარე, იმდენად ბედნიერი ვიყავი. დღევანდელ დღეს და კიდევ ერთხელ პედაგოგებს ყველას ვინც კი მუშაობს და ვისაც კი თუნდაც აი ერთი ამდენი გაუკეთებია ჩემი შვილისათვის, ყველას ვუხდი ძალიან დიდ მადლობას. ამასობაში მოდი ბერძნული შოკოლადიც გავსინჯოთ. მოკლედ ყველას ვუხდი უღრმეს მადლობას. უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა, რომ მარიკომ არ იტირა, უნდა დამიტირა ბედნიერებისგან. წავიტირეთ, კარგად. ხო და არ იტირა, ძალიან გაბრწყინებული, გაბრდღვიალებული. მე როგორ შეყვარული კუბიკებია, ნახეთ. იჯდა. მაგარი გემოაქვს ხო ისიც? აი ნესტლეს აიმეებს რო ფეგით გემოაქვს. გადასარევად ჩაიარო ყველაფერმა 526 კალორია. ხო და უპასუხა რაღაცები, ძალიან ბედნიერი იყო, ძალიან ისე იყო აჟიტირებული იყო. ბეჭედი ეკეთდა და სულ ესე იქნია. თითი რო ყველას დაენახა. ხო და მოკითხარ, აი არ ვიცი. გამოვედი მე რა. მეთქი გავიქცე სამსახურში. დავრეკე და აზრი აღარ აქვს რომ მოხვიდო. აღარ წავედი. ხო და ბარემ რადგან უკვე გასული ვიყავი. ავდექი და რაღაცების ყიდვა მინდოდა. ხანამებს ყიდვა კი ამინდოდა, მაგრამ ეხო იცით როგორ ხდება რა.
ხო და ორი უშველებელი რაღაცები მოვიტანე. ცელოფანი. უნდა აქცით ამოვედი, იმიტომ რომ ნაძალადევი და იმიტომ რომ ფაქტობრივად ამის ამოტანა ხელით იყო შეუძლებელი. აი მიყავა როგორ მინდოდა. ასე. ჯერ ისინი ამოვალაგოთ, რაც მაცივარ შეწასაღები. მოკლედ. მე არ მიყვარს, ვერ ვიტან მეზიზღება ჭირის დღესავით, მაგრამ ჩემს ოჯახში ძალიან მიღებული და დაფასებულია და ეს არის 4:33 სალა გენაცვალე. ეს არის შესუნელებულს რო ეძახიან. ხაინე. ვიდი კარგი აქვს, მოდი შევთანხმდეთ. მედი მაქვს გემოძე, ხა მე სულ შიმშილით გარდავიცვალო, ამას პირს ვერ დავადებ. ნუ არ შემიძლია. არა, თუ ფიქრობ რომ უნდა გარდავიცვალო და მეტი გზა არა ალბათ შევჭამ, არა, აი წარმომიდგენია როგორ. იყიდე, ვისაც გიყვართ. ნატურალში წეღანრობთ ვიდეოში, ნატურალზე რო არ გაგიჟებული ისეთი რაღაცები რო იყიდება. ისეთი რაღაცები რა, სისუფთავის გულისხმობ. და ძალიან კარგად დაწყობილი ყველაფერი და ბევრი რამე ისეთი იყიდება, რაც თქვა სხვა მარკეტში არ, ნატურალშია ნაკეთი. 4:33 იყო გოგოებო და ღირდა 12 და 50. და ეს რო ხა 4:33 არის, ანუ 1 კილო ხო წარმოგიდგენთ რა მხევა არ. რა თქმა უნდა, არ ვიყიდი მან გდეს. არ ვიცხა თუ მოეწონებათ, მე ვუყიდი. მოკლედ, ჩემი მიფრინავს. ამიტომ ხვალთან ვმუშაობ და ბევრს ვერაფერს ნამდვილად ვერ გავაკეთებ. და საღამოს გვინდა ვახშამი მოვაწყოთ. ხო და კიდე რაღაცებს გავამზადებ სახლში, ხვალ ქათამს მოვიტან კიდე რაღაცებს, მოკლედ რა. ყველი, ჭადები და სალათი და ასე შემდეგ, მაგრამ ცოტა სხვადასხვა სალათი წამოვიღე, რომელიც ყოველ შემთხვევაში ყველას გვიყვარს სახლში. ეს არის 3:73 ამ კონტეინერში, ეს არის ისპანახი მოთუშულ მდგომარეობაში, თავის ხახში, მწვანილებში და ასე შემდეგ. მე ძალიან მიყვარს ყოველ შემთხვევაში. ერთ თებშზე დაიდება, მოკლედ იმდენია. ხა რაღაცნაირად ყრია, მაგრამ ერთ თებშზე ჩვეულებრივად განაწილდება. ამას რაც შეეხება, ეს არის 3:18, ეს არის ჭარხლის სალათი, ასევე არ ვარ ისე რომ არ მიყვარს, ამაზე არ ვიტყვი. ყველაფერთან ერთად, ეხა დარწმუნებული რომ ამას მარილი ეკლდება. მე ხო იცით როგორ იმას ვჭამ, რა ქვია, მლაშეს. და ეს არის 3:18, ეს 85 თეთრი ღირდა გრამი და ეს ღირდა 100 გრამი. ანუ ეს 85 ღირდა 100 და ეს არის და 65 დოლარი და 55. მოიცა კაცო, არა წერია ერთი. დიახ, მოკლედ. ასეთი ამ. ეს ორი. აქვე ძალიან მაგარი ფაზეკლება ქონდა სნიკერს და წამოვიღე. ლარი და რაღაც გადავიხადე. მისა ბოდიში ლარი და რაღაც არა. ორი და რაღაც გადავიხადე. ანუ ცალ-ცალკე რომ იყიდა ბევრად ვირი გამომდიოდა. იქიდან გამომდინარე რომ ჩემს რძალს ძალიან უყვარს და მე მგონი ათენში ვინც ხართ, ყველას გიყვარდა, გიჟდები და ჭკუა გეკეტებათ. წამოგიღე აგერ ნინო გენაცვალე. ხვალ სალატს ამით გავაკეთებთ. ძალიან ცოტა გამოვიდა, სულ რაღაც 26 თეთრის. სვალი ხარც მეგონა ასე ცოტა თუ არა უფრო მეტ წარმოვიდებდი რაღაცა ვერ ვიფიქრო ასე ის ღირდა რა ქვია. ახლა 10 ლარი გადავიხადე ერთხელ კილოში და ეხლა 8 მიწუნის, იმიტომ გამიკვირდა, ანუ და აღარც იმას ვქენ. ხო, ვიყიდე კარტოფილი და ნატურალში ღირს ძალიან იაფი გოგოებო, ვინც ჩემს კეხართ ან ნატურალსადმე დაინახავთ, ყველაზე დაბალი ფასი ღირს ხილბოსტანი არის იქვე და 3 ლარი ღირდა კარტოფილი და იქ ღირდა 60 ისა ბოდიში ლარი და 70 თუ რაღაც და 3 ლარი და 70 და არც კი მინახავს ამ პერიოდში კარტოფილი, ანუ 2 ლარი, 2.50, 3 ლარი, 3.20
არ ვიცი, მე მაგალითად ამ ფაში არსად არ მინახავს, თქვენ თუ სად მენახეთ ვერ გეტყვის. ეს არის 3 და 45 თეთრის. ვინმე. აი ეს. ხო, კიდევ, ანუ ხა ეს ნატურალის ტავარს გადვარიელებინებთ რა. რადგან მე ვარ მანიაკი, ხო, ესეც გამოვაყოლე ხელს. ეს ჩემი ძმისშვილისთვის მინდა მარიკოსთვის არა და უნდა გავატანო, ვაი მე რა ვარ დავამტვრიო. და ის არის მე ვარ ჭურჭლის მანიაკი. მაგალითად, ეხლა ამ სახლში არაფერი არ მეტევა, სადღაც ავიღო, არ ვიცი სადღაც ავიღო, იმიტომ რომ არ მეტევა. იმიტომ რომ რასაც ხედავდა მომწონს უნდა ვიყიდო, ხო და აღარ არის ამ სახლში ადგილი ამ ჭურჭლის და ვტენი და უკვე აი ქარი ჭურჭელი ცოტა ხანში გადმომივო ყურებიდან. სხვათა შორის ჯამების შეცვლა მინდა და უნდა შევცვალო თვის ბოლოსკენ. აი ის რაც მაქვს წვნიანისთვის არ მომწონს და ცუდი არ არის, მაგრამ ნუ აღარ მომწონს მოკლედ. და არც ძალიან კარგი არ არის და გულია მომვარდა. ავდგები და კიდევ ერთი ძალიან დიდი ღრმა ჯამები მომეწონა, აი სალათისთვის და რაღაცებისთვის. ასევე მომეწონა ის მეტალის ცომისთვის, მაგრამ წამოვიღე და უკან დავდე, იმიტომ რომ გოგოებო ძალიან პაწაწუნაა და ხემეჟი აცომნა მოვზილო, ხა 5 გრამ ფქოს ხარ ჩაყრი. ხო და ნატურალში ვიყიდე, აი ეს ძალიან მიყვარს ცივი ყავისთვის და არა მხოლოდ ცივი ყავისთვის, მე ამით ყინულებით გატენილ წყალსაც კარგად მივირთმევ, თქვენ იცით რომ ხანდახან ყოფილა შემთხვევა და ხშირად ყოფილა შემთხვევა რომ ყავა არ მიმირთმევია, აი ვლოგებში სულაც არ მიმირთმევია ყავა, მაგრამ იმას მიქნია, რა ქვია, ყინულები ჩამეყრე და წყალი დამილევი, ანუ ეგრე მიყვარს ძალიან, აი ყავაზე მეტად, ანუ ეგ მდგომარეობა მომწონს. ეს ფერები ვიყიდე. ორი ერთნაირი, აბერჩი სხვადასხვა ფერი, მაგრამ არა, ორი ერთნაირი მინდოდა. ასე, ეს ნატურალი. დავიდა ნატურალი. ოღონდ ჯერ ყავა. ის არ მოუციათ კაცო ქვით არის. რაღაცა 35 და რაღაც გადავიხადე მახსოვს. დაახლოებით რო გითხათ. ისე უნდა ავიტანო და დავდო რომ მამაჩემ არ დამინახოს და აემ საჭი თავი არ გამიხეთქოს. იმიტომ რომ მე არ ვიცი თქვენი მიდრეკილებები, მაგრამ მე მაქვს ერთი ჩვევა, რომ რამდენჯერაც არ უნდა შევიდე და დავინახო სარეცხის საჭი უნდა ვიყიდო, ანუ რა ვქნა, მაგ ექჩვა და მომკალით თუ კიდათ. ხო და ვერ ვიტყვი რომ არ გვადგება, იმიტომ რომ ყოველთვის გვადგება, ტყდება ძალიან მალე, მით უფრო ახლა ზაფხული იწყება გოგოებო და დამიჯერეთ ბევრად მალე გატყდება საჭი ვიდრე ზამთარში და მე მაღლიდან მიცვივა ხოლმე, მაღლა ჩამოსვლა მეზარება და ამიტომ ყოველთვის მჭირდება. კი გვაქვს ბევრი, მაგრამ იყოს. ხო, ასევე ღრუბელი, ესე იგი ღრუბელს, რა თუ არ ჩამიგდეს, კაცო ქვითხედი, ვერ გავიგე, ახლა ზეპირად რა ვიცი მე. არ იყო ძვირი ეს ძალიან ფილარი და რაღაც გადავიხადე, მგონი 3 ერთად არის და ხო მანიაკი ვარ. ასევე მანიაკი, რას იყიდდა ახლა თუ არა ტილოებს. ხო და ის გაოცებული მიყურებდა რომ ვალაგე და აღარ გავჩერდი ყველაფერი რო ავიღე, მაგრამ საერთოდ ესეთი ჭრილ ფერები არ მიდოდა, მაგრამ რაღაცა როგორც იდო აეგრევე ავიღე 2, 4, 5 ცალი ვიყიდე. რაღაც ლარი და რაღაც ცალი. ეგ არ მახსოვს მოკლედ. 5 ცალი ვიყიდე რა ის იყო. თან ზოგადად ეს ძალიან მიყვარს. აი ეს. რაღაც აი ნახეთ დაჩვრეტილს თუ ამჩნევთ აი ეგ. და გოგოებო, შეფუთვაში ყიდულობ კარგად დააკვირდით და ჩემ დღეში არ ჩავარდეთ, თორე ორი შეფუთვა მიგდიაგე და არ ვიყენებ. რომ გადმოუსვამ სრიალებს იზოლება მთელი მაგიდან, ანუ აი კატასტროფა, ვერ ვქნა რომ ბაგენ მიყრია. საპირფარეშოს ქაღალდები ხო გამოვაყოლე და არასდროს არ არის ბევრი ოჯახისთვის სულ უნდა იყოს. ასევე ვიყიდე გლოსები, ერთი არის ჩემი ძმისშვილისთვის გასაგზავნად და ერთი არის ჩემი, ოღონდ გონზე არ ვარ ეს როგორია. ასე არა ვარ. არის ხოლმე მომენტი რომ არ მინდა ტურცესხი წავისვა, თუნდაც აი სადღაც აქვე რომ გავდიო და მეჩვენია ხოლმე რაცა ეს გადავისვა და
ამიტომ ვიყიდე. ხო, ეს გასაგზავნია. ეს მიდასაგზავნია. ესე იგი, უნდა დავტესტო ერთ შანსს კიდე ვაძლევ Ariel's არა. სითხეს არა, კუბიკებს. ერთ შანსს კიდე ვაძლევ. ნახოთ. ცუდი სუნი არ აქვს. ნახოთ ეს კონკრეტული როგორ გამომადგება ეს ბალიშები, ისეთი მძაფრია რომ მოდი აქეთ გადმოვდებ. არ ვიცი როგორ გამომადგება, ძალიან უკმაყოფილო ვარ, რამდენჯერაც ვიყიდე, არ მომეწონა. ხო და კიდე ერთ შანსს მეთქი მოდი გვანცა, შენ ხო კარგი გოგო ხარ. კიდევ ერთი შანსი მიეცი, ამიტომ ერთ შანსს ვაძლევ. ნახოთ რა სიზავს, ჩემმა ნინომ რო ჩამოგიტანა გამოვაგზავნიო, იმიტომ რომ აქ უფრო მეტად ძვირია იქ აქციებითაც შეუძლიათ იყიდონ და თან ხარისხი მოდი შევთანხმდეთ რა. აქ რო სულ 10 ლარი იყიდეს ერთი ცალი, იქ უფრო მაგარი ხარისხია და რამდენჯერაც ჩამოიტანეს, აი კაპლად რო იყენებ, ეგრე ვიყენებ, იმიტომ რომ აფითქინებს ყველაფერს და ესენი არ ვარგა. ამას შანსს ვაძლევ ახლა რა სიზავს ვიგებდი. ასევე კაცო მახსოვს ორი ვიყიდე. ხო, საფენები ჰიგიენური. ვიყიდე კიდევ ხელსახოცები, სველი, იმიტომ რომ არის შემთხვევა რომ ძალიან კარგად ვიყენებ და მიჩვენია რომ მქონდეს ეს ღირდა სხვადასხვა 85 თეთრი თუ რაღაც და გონზე არა ვარ ეს როგორია, მაგრამ აი რაღაცა ყვავილებს რაღაცებს გადამოსაწმენდად, აი უდნავ რაღაცას ტოვებს ხოლმე ქუთნები და ისინი იმისთვის კარგად ვიყენებ ხოლმე და ამიტომ ორი ცალი ვიყიდე. ეს ლარი და რაღაც ღირდა თუ ხორცლები ლარნახევარი, ეს ვიყიდე. ყულად არ ვთქვი მე ჭურჭლის მანიაკი ვარ თქო. კიდე ბევრი რაღაც წამოღება მინდოდა, მაგრამ თავი შევიკავე. იმიტომ რომ ვერ ავწევდი და ამიტომ აღარ გავიგიჟე თავი, ვიყიდე თეფშები. ოღონდ ამ შემთხვევაში ვიყიდე სასალათე, რომელსაც ისედაც ახლა 6 კაცებს აწყობენ, მაგრამ მე ესეთი სტილის არ მინდა, ანუ ესე ნაბორად თუ რაღაცას რო ეძახიან კომპლექტი. სასალათეებად ძალიან მიყვარს გოგოებო, 4 კუთხედი ჭურჭელი, 3 კუთხედი, რაღაცა ესეთი რომბები, გულის ფორმები, აი რა ვქნა, მიყვარს. გულის ფორმის ისიც მაქვს რაღაცა სასალათე და სნექების შესაძლებლობებით. აი მიყვარს, აი რა გავაკეთო და არ მაქვს ახლა პრობლემა გეხოცებით სალათებისთვის ქვეყანა თეფშები მაქვს, მაგრამ ნუ აი რა გავაკეთო. თვალი გამირბის. მომკალით თუ გინდა და დამაბით. რა გავაკეთო. ამიტომ ვიყიდე აი ასეთი 4 კუთხედი თეფშები. ჩემი ქმარი აღარ დაინახოს, შევეცნებამ დააწყას. კიდე თეფში მოიტანე წაში. სალათებისთვის არის ძალიან მომწონს. და ისედაც არ არის გამორიცხული ამ თეფშზე მივირთო, უბრალოდ ძალიან მძიმეა, აი ძალიან და ნიჟარაში მით უფრო ძალიან ფრთხილად უნდა ჩავთო, აი ეგრე დაიფშნება. აი ესეთია და ძალიან მელამაზება. არ მივიცია ძვირი, თუ გატყდება, თუ გაფუჭდება, დამიჯერეთ, ამაზე საერთოდ არ ვიდარდებ. ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი რა ვიყიდე, ეგ უნდა გაჩვენოთ, მოიცეთ გოგოებო. არ ვიცი, ოღონდ რა ღირს, იმიტომ რომ არც ამათ ჩაუდიათ, რატო არ მიდებთ? რატო? ძალიან მინდოდა რამდენი ხანია მინდოდა მეყიდა და მე უკვე დავტესტე სიმართლე გითხრათ სამ თქვენამდე მოვიტანდი. ეს გახლავთ აბეჯის გადმოსაწმენდი სტილოები და ყველაფერი მოკლედ რო აღარ გამოვიყენო. ამისათვის ვიყიდე ეს როგორც ხედავთ ნებისმიერ ავეჯზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ზედაპირებზე ძალიან მომეწონა. ერთი ცალი ამოვიღე. გადმოვწმინდე რაღაც და აი ძალიან კარგად აიღო მტვერიც და სუნიც ძალიან კარგი აქვს. არ ვიცი რა ღირდა. არ ამგონია რომ იაფი ღირდეს. ანუ ძალიან იაფი, იმიტომ რომ იატაკის ესეთი ღირდა 10 ლარი თუ 11 და სავარაუდოდ არც ესე ღირება ხა 3 და 4, ალბათ 10 ლარამდე სავარაუდოდ ვიძახი, იმიტომ რომ არ ჩაუდია და სადღაც ეს ყველაფერი ხა რაც მეორე ცოლოფანში გაჩვენეთ იყო 37 ლარი თუ რაღაც ეგრე, ამიტომ მოკლედ არ ვიცი, სავარაუდოდ მგონია რომ არქვის ძალიან ისეთი ეკონომიური ფასი რა. ყოველ შემთხვევაში მე მიიღირს რომ თუნდაც ეს ვიყიდო, იმიტომ რომ აი ტილოების ნერვები აღარა მაქვს, ეს ძალიან კომფორტულია. თან მეგონა რომ პაწაწუნები იქნებოდა და მეთქი რაღაცა ხელის მოსაკიდებელი არ ექნება კომფორტული თქო და
თურმე ნოიტყვი და აი რომ გავშალე ამ ხელაზე იყო. ხო და თან რამდენიმე ადგილს გადმოვუსვი და ისე კარგად ერთი თურმე მაგ ჯიჯი როდის გაიხსნება კინო საქართველოში და თუ გაიხსნა ვინმე მითხარით. იმიტომ რომ მანდ არის გოგოებო ესეთებზე ფასდაკლება ძალიან ხშირად და მე შევწდი იმ დღეს ჩემ დეიდაშვილთან რომ ვიყავი ჯიჯი შევიარეთ და რატო შევიკავე თავი არ ვიცით ამის არა უკან მიბრუნდება და ამის აღება ხო და ეხლა რა თქმა უნდა ავიღე და იქ უფრო იაფიღებდა იმიტომ რომ მე მგონი ანუ ამაში ზუსტად არ ვიცი რა არის და მაგრამ იქ ფასდაკლება ეწერა კარგ ფასად და აი მე რამდენი ვიკაქანე რატო ლაპარაკობ ასე ჩქარა რატო მარიკოს უყიდე ბეჭედი, მოიცეთ გაჩვენოთ. ანუ იმდენად გადაირია იმ ბეჭედს, ოღონდ რატო შევწდი იმ ბიჭის ყიდვაში გოგოები, ცოტა მაღალია ხო თვალი აქვს და საწყოს და რაღაცებს გამოედო, აი თვლები აქვს რა და ისინი გამოდო და ეხლა უყიდე ისეთი რომ არც გამოედება არაფერი და ესე დადიოდა. დღეს თელი შოკირებული იყო და დავპირდი რომ დედიკო პირდებით ხო რომ მეორეს მოგიტან მეთქი და ყველაზე მეტად მეზიზღება პირობის არ შესრულება. კატეგორიულად ვემიჯნები ასეთ ქცევებს და თუ აი რაღაცა მოხდა და ვერ ხო გავიგე, მაგრამ აი ძალიან ვცდილობ რომ მარიკოს როცა შევპირდები აუცილებლად შევუსრულო, რასაც შევპირდები. ხო, ჩემი ძმისშვილისთვის კიდე რაღაცები მინდა გუგუშკური გაუგზავნო. მოიცეთ ის სად არის? ბრელოკი თუ რაღაცა. მოიცეთ გოგოებო. გაჩვენებთ მარიამის ბეჭედს. ის რო ვუყიდე, ის იყო ვერცხლისფერი. ეს არის ოქროსფერი და რა თქმა უნდა ეს ხო ძალიან პაწაწუნა, მაგრამ დიდი ექნება და უნდა დაუპატარაოთ. ხო და ეს ისეთია რომ საწყოზე და ამაზე რომ გამოდოს პრობლემა არ არის. იმაზე ცოტა წვალობ თვლები ედება და აი ეს ამომიგლიჯენ მთელი საწოლის ის. თუ როგორ დაგანახოთ აი ასე. ცოტა ჩავაბნელოთ თუ ვერ დაინახოთ. ოპა. აი ესეთი. აი მილიონი გეკნებოთ ასეთი ნანახი ხალხო ანუ ბავშვების რო ხო ხვდებით. ვუყიდე ჩემს ძმისშვილს კიდევ აი ეს გული და ძალიან მომეწონა. აი მოიცათ ჩავაბნელო და როგორი ფერია თვითონ დაგანახებთ. აი ხედავთ, აი ზუსტად ასეთია და ულამაზესია, ესეთი გარდამავალი ფერებია, ძალიან ლამაზია. შეუძლია ჩანთაზე ჩამოკიდოს, შეუძლია ეს საერთოდ მოხსნას და ამით ჩამოკიდოს. შეუძლია მხოლოდ ამით დაკიდოს, მოკლედ, რა ვიცი, როგორც უნდა, ისე შეუძლია გამოიყენოს. და იმდენად მომეწონა, როგორ ჩემი მზეო გამახსენა და ვუყიდე. ესეთი ამბები. ასე კიდე სხვა რაღაცებს სხვა წამოვუღებ, დღეს ვეღარაფერი მოვახერხე, იმიტომ რომ სადაც მიდოდა კიდე სხვა გამიდოდა გავლა და აი ეს მძიმე იყო რა, ეს კარტოფილი იყო ძალიან მძიმე და თეფშები ხო ორია, მაგრამ კაი მძიმე იყო. ამიტომ ვერ მომიხერხდა. რა გითხრა მასწავლებელმა დღეს რო დამთავრდა? ხო. ხო. კარგი გოგო ვარო. აი ყველაფერი გამოვიცანია წყობაში. ხო. და ლექე. მერედე? რა უმერე? რაღაცები მისწავლე. ბეჭედიც გავიგე აი. აჰა, ასხმულები ვართ თავიდან ფეხებამდე. როგორც იქნა? მოვიტანე, იმიტომ რომ ვერ დავაყენე საშველი, ხან ისეთი მინდოდა, ხან ასეთი მინდოდა. ხო და ახლა ისე გამწარდი რომ რომელში მხვდება იმას ვიყიდით ხო და ამ შემთხვევაში მხვდა აი ეს. ხო და ვიყიდე. მეორე ნაირები უფრო მომწონს იმაღლითად, მაგრამ არ იყო მე მივწერე 5 სამუშაო დღეში მოგიტანენ 6 სამუშაო დღეში და უკვე დამომასხა და მეთი არ მინდა. ხო და გავრეცხე გავასუფთავი და აგერ ბატონო. რაღაცები გადავყარე. ზოგი სილიკონები, ზოგი ისინი რაღაცები, ბევრი საკმაოდ სხვათა შორის გადავყარე. ხო და ეს გავაპრიალე და მოკლედ 37 თუ 36 ლარი გადავიხადე არ მახსოვს. ხო. დაახლოებით. მე ვიყიდე კიდევ არჩევა გაგეცინოთ ხამას რომ ნახავთ არა მე გიждები ისე მომწონს და
აი არ ვიცი, თავშია ჩემცხებიან ამას რა მოიტანეს სახლში. აკერ. ეს მოვიტანე და ღირდა 12 ლარი. ახლა გავხსნი ყურძე რა თქმა უნდა იგივე ლამაზი არ არის. მე მიყვარს ძალიან თეთრი ჭურჭელი და სიმაღლე ითხრა ცოტა თვალები ამიჭრელ ამ ერთფეროვნებამ. აი ხო რა უნდა დაგიწყნაროს. მე აი უკვე ძალიან მაღელვებს ეგ საკითხი და გადავწყვიტე რომ აიმე უდიში ხო და გადავწყვიტე რომ ის იყო ის გადმომივიდა. ცოტა მრავალფეროვანი ნება შევიტანო სახლში და ჭურჭელში. თქვენ იცით რომ მე თეთრი სამზარეულო მინდა, მაგრამ მანამდე დიდი დრო 1-3 წელი კიდე გავა. რო არაფერი შეიძლება მაქვს სამზარეულოს პტურ, სხვა რამეები გვაქვს უფრო პრიორიტეტული და ის მირჩევნია ჯერ მოვიგვაროთ. ხო და ეს ღირდა 12 ლარი ზედაწერია. ხო და ყურძე ძალიან ცუდი ფერებია სხვათა შორის და ისე ძალიან საყვარელი. ეს ერთი ეს მეორე. აი არ ვიცი როგორ გაჩვენოთ რომ არ დაიკარგოს ამების სილამაზე. აი ეხლა რა მუქიც არის ხო? განათება. აი ეგეთი. ვიცით? აი ზუსტად გოგოებო არის ასეთი როგორცაც ახლა თქვენ სიბნელეში ხედავთ. ხო და რამდენი ხანია გოგოებო აი ვერც კი წარმოიდგენთ რამდენი ხანია გამოვული ეს მაღაზია ცოტა იქით არის სამშობი აროსკენ და გავლი სულ მომწონდა ეს. იმიტომ რა არის ხას შემოიტანს და თან კარგი ის აქვს რომ თავისივე დასადგამით არის შეგიძლიათ ამითაც დადგათ, შეგიძლიათ ამის გარეშეც დადგათ, რა ვიცი რის გარეშეც გინდათ და როგორც გინდათ ისე დადგათ. ხო და ამიტომ გადავწყვიტე რომ სულ თეთრი მომბეზრდა და იყოს ფერადიც. ბავშვს ძინავს და განათებას ვერ ვაბრდვიალებ, ამიტომ ბოდიშს გიხდით. დღეშუქზე განახებთ რა ლამაზია. ესეც ასე. ვაიმე დედა. ხო, საკმაოდ ბევრი რამ გადავყარე, სიმართლე გითხრათ, რავი რაღაცები მოვაშური აქედან. ხო და ისა. რა ქვია? ცოტა ამოვისუნთქე, შეიძლება მაქვს ხოლმე რაღაცებს ვუყარი, რომ ვსუნთქავ. ასე. ეს მომეცით აქ. ვუალა. ხო და ასე ჩემო გოგოებო, ეხლა მოიცეთ ყავად ჩავყაროთ ბარემ. ეს გასუფთავებულია, ამიტომ ხამას ჩავყავთ მარილი. წითელში მე ჩავყრი პილპილს, აღარ მქონია და მე და პილპილი რო არა, მაქვს უკვე ვერ ვართ. რა ჩამივარდა კაც. მე გაფიცებთ რა ჩამივარდა. რაღაცა თითქოს მაგრამ წყალში რა უნდა ჩამოვარდნო და გაფიცებთ. არ ვიცი. ხო და ხა როგორ ჩავყარო, თავზე დავიმხო ეს მარილი ხო არის, ცით მოიწე კოვზი აგერ მაქვს, ხო და ამით აწეწონა კოვზით ჩავყაროთ. ამაზე და როგორ ძალიან არ მიხდება და ნერვები აღარ მაქვს. ხან ძალიან მომწონს და დღეს არ მიხდება. კარგი, ჩავყაროთ. აი რამდენი სამარილე და რაღაცები უნდა ვიყიდო ხალხო. მანიაკი ვარ, მე რომ მქონდეს ძალიან დიდი სამზარეულო, ალბათ სულ პილპილის მაღაზიაში ვიქნებოდი, აი დარწმუნებული ვარ. მე ჯამები უნდა მოვიტანო, ხო, ნუ YouTube-ის ხელფას ჩამერიცხა და ხონდა დაიხარჯოს. ცოტა ანაბრებზე ჩავრიცხე. სხვადასხვა დანიშნულების ანაბრებზე. ხო და რაღაცები ვიყიდე, ის ვიყიდე და ეს ხო წავით პულს დახარჯოს რა უნდა. 3000 ისე დავხარჯე, ვერც მივხვდი და. ასე რომ პულის დახარჯვა არის უმარტივესი. საკმაოდ დიდია, არ გეგონოთ რომ ცოტა ჩავა ამაში. უბრალოდ პატარა კოვზით ვიღებთ დიდი არ ეტევა. ამი რა ბედნიერება რომ ორშაბათს ვისვენებ, უკვე მაკანკალებს ბედნიერებისაგან დედას გეფიცებით. თან ყავა ვიყებ, ამი აღარ უნდა რა დაბიღალე კაცი. ყავა ვიყიდე. ვუალა, ასე. ხო, პილპილს მოვიტან და ჩავყრი, მანამდე ეს იყოს ასე. ამას უკვე ჩვენ ჩავყაროთ ყავა. სად არის ყავა?
ესეც ჩვენი 8 ლარის ყავა. ეს მეუბნება ჩვენი მეზობელი, არ ვიციო რა თქვენ ყავას უთი ეგეთი ერთი გამიგია. მითხარი ხარფთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ყავას გისახეთ. ძალიან ბევრს. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ყიდულობთ. ხალხო ძალიან ბევრს კი არ ყიდულობთ. თვითონ ყავა ძვირი. ვაიმე მიშველეთ, საიდან გადმომეწნა. და ეხლა როცა ყავა ძვირი, დამეწმუნეთ, რომ აქ 7 და 8 ლარის არ იქნება ბევრი არც ერთ ვარიანტში. ასე რომ ისეთი ამბები. რა ვერ გადმოიყარე კაცო, რა იცის ხოლმე ვირზე შეჯდომა. ამ ცელოფნებმა ერთი მითხარით, რომ აღარა და აღარ გადმოვიდა აგერ. ვიპოვე. გასახები ვიპოვე. მე ყავა მინდა ველოდები კოპას, მაგრამ კოპა ჯერ кайხანი არ მოვა და რატო ველოდები და რატო არ ვსვამ ყავას მე ვერ გავიგე. რომელია საათი? რა ის მოსვლა ჯერ ეგ არ მოვა. ხო და ნახევარი ყავა, ერთი ლარნახევის ყავა ნამდვილად ძირს მაგ დაყრილი. კაი არა უშვის. რა უყვახ. ასე. ერთი 7 ლარის კიდე რომ ეყიდა აივსებოდა.